მოდით ნახოთ მეგობრებო, გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, არ არის აუცილებელი სასიყვარულო ასპექტით იყოს ვინმე, ხო? და ნახოთ, აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ნახოთ, აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დიახ, გამოვა მეგობრებო ძალიან დიდი ალბათობით, თუმცა გამოვა საკმაოდ მოულოდნელ მომენტში, საკმაოდ მოულოდნელ ენერგიებში, ასევე ჩანს, რომ ურთიერთობაში კონკრეტული ეტაპი დასრულდა, როგორც მინიმუმ. და იცით, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის რეზონირდება ისე, რომ თვითონ ურთიერთობაც დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ეცდება თქვენთან კონტაქტზე გამოვიდეს. თუმცა უმეტესობასთან მაინც აქ აშკარად ჩანს, რომ უბრალოდ კონკრეტული ეტაპი დასრულდა აქ. დავამატოთ კიდევ ენერგიები, არკანები, გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, გამოვა, დიახ, აუცილებლად გამოვა, თანაც ძალიან გულწრფელი ენერგიებითა და მონატრებით და ასევე თქვენთვის აქ არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი და რჩევა, რომ მაქსიმალურად სწორად გაანაწილოთ თქვენი დრო, ენერგიები და რესურსები. აბსოლუტურად ყველაფერი არის ენერგია, მათ შორის, როდესაც ჩვენ ადამიანზე ვფიქრობთ, ვართ კონცენტრირებული, რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენ ადამიანს ვაძლევთ ენერგიას, ხო? და სხვა დანარჩენზე, როდესაც ადამიანს ფინანსებს ვაძლევთ, ყურადღებას და ასე შემდეგ, ამაზე ზედმეტი არის უკვე საუბარი. უბრალოდ სწორად ისწავლეთ თქვენი ენერგიებისა და რესურსების განაწილება.